ეს ხო არ არის ერთეული შემთხვევა და პირველი შემთხვევა, ასე ვთქვათ, თავად როდესაც ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან დიდი კორუფცია. მანამდე ჩვენ ვნახეთ, რომ საბავშვო ბაღში ბავშვებს პარავდნენ საჭმლის ფულს. ახლა ვნახეთ, რომ მეტწილად ხანდაზმული ადამიანები სარგებლობენ ხომ ამ სასადილოებით, მათაც პარავდნენ თურმე ფულს და ასევე ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჯარსაც პარავდა ფულს. ანუ ეს არის სისტემა, რომელიც შექმნეს თავად, ხო, ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და ძარცვავენ ბავშვებს, მოხუცებს და ჯარს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს საოცარი განცხადება იყო და მე ძალიან მარტივად მინდა მივმართო, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც, ხო? ამ ქალაქს ყავს მერი, რომელიც ამბობს, რომ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. არც უფასო სასადილოებში ამხელა კორუფციაზე თურმე, არც საბავშვო ბაღებში შექმნილ სიტუაციაზე. ხვალ შეიძლება გითხრას, რომ აი ჭერი რო ჩამოინგრევა, არც იმაზე არ არის პასუხისმგებელი, თუმცა ეს უკვე პრინციპში ნათქვამი აქვს. არც გზაზე, არც არაფერზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ხომ? სისტემას ქმნიან თავად და ამბობს, რომ მერი არ არის საგამოძიებო უწყება, რომ ასეთი ფაქტები გამოიწიოს. ხელშეკრულებები ვინ დადო? ვინ შექმნა ეს კომისიები? ეს ხომ ესე არ ხდება, რომ რაღაც გამოვლინდება შემთხვევით რაღაც კომპანია და მასში აქვს საკვები. ესე არ არის ეს სისტემა მოწყობილი, ხომ? აქ არის მთელი რიგი კონტროლი, მათ შორის ჩვენ გუშინაც ამაზე ვსაუბრობდით, ხომ? მონიტორინგის სქემები მოყვება ამას, ხო? მთელი ჯაჭვი იყო მორღვეული და ამას ჩვენ კი აღარ ვამტკიცებთ, თავად ამბობენ, რომ ამ სისტემაში 3 მილიონზე მეტი ლარი არის მითვისებული. ეს არის უმძიმესი დანაშაული და განმავლობაში და არა ერთ. და ჩვენ არ ვიცით მანამდე რა ხდებოდა, ხომ? ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მანამდე იყო კარგად სიტუაცია. ვერც იმას ვერ დააბრალებენ, რაღაც სისტემა გადმოიბარეს, ხო? 14 წელია ხელისუფლებაში არიან. ვერც სხვას ვერ დააბრალებენ, იმიტომ რომ თავად არიან ამ თანამდებობებზე უკვე მრავალი წელია. რა თქმა უნდა, ეს არის გამოვლინება უბრალოდ იმის, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ ეს ქვეყანა ჩაძირულია კორუფციაში და თან ხდება ეს რის ფონზე. რამდენ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ერთი სტატისტიკა, ხო, ახლა როდესაც ბავშვების საკითხზე ვსაუბრობთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში 21000-ზე მეტი ბავშვი წავიდა სკოლიდან იმის გამო, რომ თავისი ოჯახი წავიდა ემიგრაციაში და წაიყვანეს შვილები, ხო? ემიგრაცია იზრდება ამ ქვეყანაში, თუ აქამდე იყო, რომ ვთქვათ, ერთი წევრი მიდიოდა ოჯახიდან, ახლა უფრო გაფართოვდა ეს და ოჯახები მიდიან ემიგრაციაში და ამის ფონზე ვხედავთ გამდიდრებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც ძარცვავენ ბავშვებს, მოხუცებს და ჯარს. თუმცა ხელისუფლების პასუხი, ზოგადად ეს პოლიტიკა, კორუფციული ფაქტების გამოვლენა, თქვენი აზრით მათ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს თუ პირიქით, მაინც პოლიტიკურად, იმიტომ რომ შეიძლება ეს პარტიული თვალსაზრისით იყოს დამღუპველი თუ დამანგრეველი, არ ვიცი, იმიტომ რომ ბუნებრივია მათი პოლიტიკის შესახებ კითხვები ისმევა, თუმცა მეორეს მხრივ ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ პირიქით პასუხისმგებლობა ჩვენი იქ ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებულ ფაქტებს ვიძიებთ. მოდი ასე ვთქვათ, თუ ისინი ამაში მართლები არიან და ნამდვილად რაღაც სამართლიანობამ გაიღვიძა ქართულ ოცნებაში, ეს ადამიანები, როდესაც მინისტრები იყვნენ და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ან თავდაცვის მინისტრი, მაშინ რატო არ მიდიოდა ეს გამოძიება? ან როდესაც ოპოზიცია ვითხოვდით ელიტური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნას პარლამენტში, გახსოვთ თქვენ ეს რამდენიმე წლის წინ, რატომ მათ შორის ყობახიძე რატო წავიდა კონსტიტუციის დარღვევას და არ მოგცა ამის შესაძლებლობა, რომ ეს გამოგვეკვირია ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არის სრული ფარსი. ეს ხდება ერთადერთი მიზნით, ქართულ ოცნებაში ახლა არის კლანებს შორის დაპირისპირება და როდესაც დასჭირდათ რაღაც ერთი კლანის მოშორება, როგორც ხედავთ, მათი წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი უკვე გაუშვეს რუსთავში და შესაძლოა ეს კალაძითაც გაგრძელდეს. ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, არ ვიცი, აქო რაღაც სამართალზე არ არის საუბარი და აქო რაღაც სამართლებრივ მსჯელობას ამ საკითხებზე ვერ დავიწყებთ. ეს არის კონკრეტულად პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც დასჭირდებათ, ვის საქმესაც უნდათ გადმოიღებენ და გაუშვებენ ციხეში. ეს არის უბრალოდ ფაქტი, რასაც ვხედავთ, ხო? ახლა პრემიერ-მინისტრს არ იცავს იმუნიტეტი ჩვენი კანონმდებლობა, თუ ის ჩადის დანაშაულს და მათ შორის თქვენს ეთერში არაერთი სიუჟეტი გვინახავს წლების განმავლობაში ამ ადამიანებზე, ხომ? რატომ არ დაიწყო მაშინ გამოძიება, თუ მართლაც რაღაც სამართლის ზეიმთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და რა თქმა უნდა, ისინი თავიდან ბოლომდე ჩაფულები არიან კორუფციაში და ესე მართავენ ამ ქვეყანას. ერთი კითხვა მინდა მოვასწრო ასევე, თქვენი პარტიის პოზიცია მაინტერესებს ანაკლიაზე
ქვეყანაზე, რომელიც შეიძლება იყოს იმ პირობებში თუ იმ რაღაც მოსალოდნელ გადაწყვეტილებებში, რასაც ელოდება შეერთებული შტატები ქართული ოცნების მხრიდან. თუ კი ხედავთ თქვენ აი ასეთ სურათს მარკო რუბიოს ზარის შემდეგ, მოლოდინები რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, შეიძლება თუ არა გაიაროს ამ პროცესმა ანაკლიის პორტის საკითხს. ამერიკის მოთხოვნები, ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს ჩვენს მიმართ არის რამდენიმე მიმართულებით, ხო? ეს არის საერთო ინტერესები და იმიტომ არ ითხოვს რაღაცას ამერიკა, რომ მისი ინტერესები პირველ რიგში ეს ჩვენი ინტერესია, ხო? მაგალითად არ იყოს აქ ირანის გავლენები, არ იყოს ჩინეთის გავლენები და რა თქმა უნდა შუა დერეფანი და შუა დერეფანზე უნდა ვისაუბროთ, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბრობთ. შუა დერეფნის აუცილებელი ნაწილი არის ის, რომ ანაკლიაში აშენდეს პორტი. ჩვენ ხედავთ, რომ წლების განმავლობაში არაფერს ქართული ოცნება არ აკეთებს, იმიტომ რომ ამის პოლიტიკური მიზანი არ გააჩნია. ანაკლია თავისი მნიშვნელობით არის ძალიან დიდი. ორი მიმართულებით. ერთი ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობა, მეორე ეს არის ეკონომიკური მნიშვნელობა. პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს იმდენად დიდი, რომ აი ხა მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც მთელი ეს ტვირთები არის შეყოვნებული და კაცმა არ იცის რამდენხანს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია და ტვირთების გატარებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება და მეორე ეს არის ეკონომიკური ბენეფიტი, რაც აქედან უნდა მიგვეღო უკვე 5 წელზე მეტი ხანი უნდა იყოს გასული, ეს არის 30,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც არ შეიქმნა. არ დაუშვა თავად ქართულმა ოცნებამ. აი ახლა თქვენ ხედავთ აი ამ პერსპექტივას, რომ პოზიცია შეიძლება შეცვალოს, მოკლედ მიპასუხოთ. ქართული ოცნება სამწუხაროდ თავის გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი და ის მათ შორის ანაკლის პროექტი თავის დროზე, როდესაც ჩააგდო და ის რაღაც მოგონილი საქმეები დაიწყო, არ იყო მაშინაც დამოუკიდებელი. ჩვენ გვახსოვს ცნობილი სიტყვები, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, რომელიც ამ ქვეყნის de facto მართველისგან ვიცით რომ მან ესეთი რამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა მე მგონი როცა პაპუაშვილმა დაადასტურა რომ ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილს მაგრამ კონტექსტი სხვა იყო რა უნდათ იგულისხმებოდა რომ ამერიკელებს არ ქონდათ ინტერესი ჩვენ ვერ დავაინტერესეთ ანაკლი აუცილებლად აშენდება და ეს არის იმ დონის პროექტი როგორიც მაგალითად იყო ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ნავთობსადენი თავისი ეკონომიკური და თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით და ეს ნამდვილად ეროვნული პროექტი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ უბრალოდ ეს მოხერხდება მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში იქნება ეროვნული ხელისუფლება